მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ეს ბათუმია. მოქალაქეები ისევ იკრიბებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან 340 დღეს, როცა უკვე გრძელდება პროტესტი. ეს არის უწყვეტი საპროტესტო აქცია, პროევროპული საპროტესტო აქცია, როცა მოქალაქეები უწყვეტ რეჟიმში გამოდიან ქუჩაში და ითხოვენ ხელახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, არლეგიტიმური მთავრობის გადადგომას და რაც თავარია პირველ რიგში ითხოვენ სინისის პატიმრების რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. თქვენ იცით რომ ამ მოთხოვნებით მოქალაქეები დგანან ქუჩაში გასული წლის 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, როცა ქართული ოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ პრაქტიკულად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი და თქვა, რომ ევროკავშირში გაწერიანების შესახებ მოლაპარაკებები არის გარდებული 2028 წლამდე. სწორედ ამის შემდეგ არა მხოლოდ ბათუმში და თბილისში, ანუ დიდ ქალაქებში, არამედ ყველგან ისვის მოქალაქეების ხმა, პროტესტი, რომ მოქალაქეები არ შეეგუებიან დიქტატურის სამყარებას ამ ქვეყანაში და არ შეეგუებიან იმას, რომ ამ ქვეყნის გზა ევროპისკენ იყოს ჩაკეტილი, რასაც ახლა აქტიურად ცდილობს ოცნების მთავრობა, რომ ნებისმიერი ფორმით დააშოროს საქართველოს ევროპას და იზოლაციაში აღმოჩნდეს ეს ქვეყანა. მარტო აღმოჩნდეს დაუცველი პარტნიორების და მეგობრების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ. თქვენ ნახეთ ბოლო რეზოლუცია, რომელიც უკავშირდება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას და ევროასამბლეის ძალიან კრიტიკული დასკვნა, სადაც ხაზგასმულია არჩევნების გაყალბება და თვითგამოცხადებულია მთავრობაო, ესეა პირდაპირ შეფასებული ქართული ოცნების მთავრობა და სწორედ ამის შემდეგ შალ პაპუაშვილმა თქვა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია. ეს და სხვა გადაწყვეტილებები, არაერთი გადაწყვეტილებებით, არაერთი ნაბიჯით ცდილობს ქართული ოცნება, რომ დააშოროს საქართველოს ევროპას და ამ ქვეყანაში დამკვიდრდეს ავტორიტარიზმის, ამას ხედავენ არა მარტო ანალიტიკოსები, არამედ მოქალაქეები, რომლებიც დღეს დგანან ქუჩაში და ამბობენ, რომ ისინი არ იცხოვრებენ, არ აპირებენ იცხოვრონ ქვეყანაში, ისედაც იქნებიან სინდისის პატიმრები და აპირებენ, რომ იბრძოლონ ბოლომდე. მოდი გავისაუბროთ პროევროპული აქციის მონაწილეებს და გავიგოთ მათი დღევანდელი განწყობები, მათ შორის ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. იგივე ზურაბ მეთაშაშვილი, რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეა, დღეს მას წარუდგინეს ბრალის სისხლის სამართლის წესით. ეს პირველი ადამიანია საქართველოში, ვისაც ედავებიან გზის გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით. თქვენ იცით, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეცვალა კანონმდებლობა იმ კუთხითაც, რომ გზის გადაკეტვა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც კი, რაც არის უპრეცედენტო შემთხვევა ევროპის ქვეყნებში, როცა გზის გადაკეტვა ითვალისწინებს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ პატიმრობას, თქვა 15 დღემდე ვადით და ჯარიმას, არამედ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, თუ კი გზას გადაკეტავს პირი ხელმეორედ და სწორედ ზურაბ მეთაშაშვილი არის ის პირი, ვინც გადაკეტა რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირი, ის იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში და დღეს უკვე მას რუსთაველის ხელმეორედ გადაკეტვისთვის წარუდგინეს ბრალის სისხლის სამართლის წესით, მას 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. მოგესალმებით, ლევან, შეიძლება ერთი წუთით? ლევან გურგილაძეს მოусმინოთ, პარტია ახალი, ხო? პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი. მინდა გითხოთ ბოლო მოვლენებზე, უკვე დაიწყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გააქტიურება გზის გადაკეტვის შემთხვევაში. ხო, უპრეცედენტო შემთხვევა ხდება ახლა საქართველოში, როცა გზის გადაკეტვის გამო შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს ციხეში 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ზურაბ მეთაშაშვილია ეს პირი, ვინც ხელმეორედ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და სწორედ ამ კუთხით დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ამბავი და როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროტესტი ასეთი რეპრესიული კანონის პირობებში? ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როცა ეს რაღაცა არაკანონიერი კანონი ძალაში მიიღო ქართულმა ოცნებამ, ადამიანები ნაცვლად იმისა, ის ადამიანები, ვინც აპროტესტებს ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ნაცვლად იმისა, რომ შეშინებულიყვნენ, სახლში წასულიყვნენ, ხელი ჩაექნიათ და დანებებულიყვნენ, იმ დღესვე იგივე ქმედებას მიმართეს და ნახეთ უამრავი დაკავებული ამ კანონის მიხედვით, ეგრეთ წოდებული კანონის მიხედვით. ხო, ნახეთ უამრავი ჩვენი თანამებრძოლი, რომლებმაც
რამდენიმე დღიანი პატიმრობა მოიხადეს თუ რაღაცა დაჯარიმდნენ თუ ასე შემდეგ. ათეულობით ადამიანს აკავებენ ადმინისტრაციულ ძილს, მაგრამ ხო სისხლის სამართლის მეორების შემთხვევაში არის ადმინისტრაციული სამართლის პასუხისმგებლობა. თითოეული ის ადამიანმა ვინც დატოვა საპატიმრო, მათ განცხადებებში იკითხებოდა რომ ისინი მზად არიან რომ ისევ გადაკეტონ რუსთაველის გამზით და არა მხოლოდ ისინი, ხო, ვინც ჯერ არ ყოფილა პატიმრობაში და ასე შემდეგ. რატომ ვამბობთ ჩვენ ამას? ის ადამიანები, ვინც ამ პროტესტში ვართ ჩართულები, ვამბობთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რომ თუ ერთ დღესაც ჩვენ დავნებდებით, თუ ერთ დღესაც რუსთაველი არ გადაიკეტება, სხვადასხვა ქალაქებში უწყვეტი პროტესტი შეწყდება და მათ შორის ბათუმში, სადაც ეხლა ვიმყოფებით, უბრალოდ ჩვენ დაუკარგავთ იმ ყველაფერს, იმ სიკეთეებს, რაც შეიძლება რომ მივიღოთ ამ პროცესების შემდეგ, ამ პროცესებიდან გამარჯვების შემდეგ. ზუსტად გვაქვს ეს გათავისებული, იმიტომ რომ ეს ნიშნავს თავიდან ბოლომდე რაღაცა ბელორუსიისკენ ნაბიჯის გადადგმას, რუსეთისკენ ნაბიჯის გადადგმას და თავიდან ბოლომდე ვშორდებით ევროპას. თავიდან ბოლომდე იმ სიკეთეების მიღებას, რის საშუალებასაც გვაძლევს ევროპა, კარგავთ. ევროპა იქნება ეს თუ სხვა ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ გათავისებული გვაქვს ეს ბრძოლა, გვესმის რომ თულ პროცესში შევდივართ კიდევ უფრო, იმიტომ რომ რეჟიმი რაღაცა უფრო და უფრო უჭერს ამ შემთხვევაში ჭანჭიკებს და ცდილობს რომ დემონიზება მოახდინოს იმ პროცესების რაც ხდება, თუმცა ნორმალიზება ჩვენი მხრიდანაც არ მოხდება. თუ ისინი არ აპირებენ რომ რაღაცა დანებდნენ, არც ჩვენ ვაპირებთ. და ამ შემთხვევაში მართლა რაღაცა ბეწვის ხიდზე ვართ და დროთა განმავლობაში სადღაც უნდა გაწყდეს ეს ბეწვის ხიდი და ანიქეთ უნდა წავიდეს და ანა. ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდება, იმიტომ რომ ვართ შეუგუებლები, არ თანამშრომლობთ რეჟიმთან და ველოდებით მათ შორის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას დასავლეთიდან და შერწყმაში სინთეზში ეს ყველაფერი ვფიქრობთ რომ ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებს ამ პროცესებს. მაგრამ აი სტრატეგიულად რა უნდა იყოს მიდგომა თქვენ როგორ ხედავთ? იმიტომ რომ მიიღო ეს ესეთი კანონი, რეპრესიული კანონი, მართალია მიიღო ოცნების არლეგიტიმურ პარლამენტმა, მაგრამ ისა გეუბნება რომ ეს არის ჩემი კანონი, მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მის ასე ვთქვათ განკარგულებას ქართული ოცნების სურვილებს ითვალისწინებს ასე ვთქვათ პოლიციაც თუ სხვა უწყებებიც, ხო? კი, სტრატეგია აუცილებლად უნდა იყოს ის, რომ ის ადამიანები, ვინც დასაწყისში ამ პროცესების იყვნენ ქუჩაში, რაღაცა მესმის ნიჰილიზმის, მესმის დაღლილობის, ჩვენც ვანაცვლებთ ერთმანეთს, ხო? მეც ყოველდღიურად ვერ დავდივარ აქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობა, ალბათ ამ ადამიანებს ბევრი უნდა ვესაუბროთ, იმიტომ რომ ხალხმრავლობის ბიძინა ივანიშვილს ეშინია თუ არა ქუჩაში. რა თქმა უნდა ეშინია და პასუხი არის კი, რაც არ უნდა შეფუთოს ქართულმა ოცნებამ, რომ ეს მართვის არაფერს არ ნიშნავს. ეს ასე არა. ამიტომ ამ ადამიანებს ბევრი უნდა ვესაუბროთ, მათ შორის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ვესაუბროთ იმაზე, აქამდეც უნდა გაგვეკეთებია და ვაკეთებდით კიდეც. ალბათ რაღაც დავაკეთებთ. ვესაუბროთ მათ შორის იმაზე, აი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რა იქნება? ხელისუფლება რო იწვება და კოალიციურად ჩვენ სხვა პარტიებთან ერთად რომ მოვიდეთ. ამაზე ბევრია ალბათ სასაუბრო, იმიტომ რომ ბოლომდე ალბათ ვერ მივიტანეთ ეს ადამიანებამდე რა სიკეთეები მოყვება ამ პროცესებს. ამიტომ ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, ადამიანებს უნდა შევხვდეთ, ტელეეთერებიც ამისთვის უნდა გამოვიყენოთ და ხალხმრავლობა ქუჩაში მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ რაღაცა გაიზარდოს და ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად ჩადიან გმირობას, პატიმრებით და რაღაცა პოტენციური პატიმრებით და ჩვენ რო აქვთ გავართ ალბათ პოტენციურ პატიმრებად ვითვლებით. ამათი რიცხვიც უნდა გაიზარდოს და ეს იქნება ჩემი აზრით შედეგზე ორიენტირებული ხმება. დიდი მადლობა, მესლავან გურგელაძე იყო პარტია ახლის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში, თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. მაკა ხომერიკი, საღამოშდებისა მაკა, თქვენ დღეს იუბილარი ხართ, გილოცავთ ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ავსტრიაში და აქ აღნიშნეთ ამ აქციაზე თქვენი დაბადების დღე. ჩავაგდეს ანთელი და ჩემი სურვილი თქვი ხმამაღლა. რა იყო თქვენი სურვილი? ჩემი სურვილი იყო, რომ მალე ჩვენი მზია მაღლობელი ვიხილოთ გარეთ და ყველა სიტუაციის პატიმარი რომ გარეთ ვიხილოთ, მალე დასრულდეს ეს საშინელი სიტუაცია ჩვენ სამშობლოში. მე ერთადერთი გულისტკივილი მაქვს და ეს ჩემი გულისტკივილი არის ის 17-18 წლის ბავშვები, რომლებსაც ჩააცვეს პოლიციელის მუნდირი და უშვებენ ჩვენს წინააღმდეგ. ეს რეჟიმი რო დასრულდება, იმ ბავშვებს რა ეშველებათ, რომლებიც ჯალათებად აქციეს. აი მე იმ ბავშვების ბედი უფრო მაღელვებს ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ისინი ხო ჩვენი ძმები არიან, ჩვენი დები არიან, ჩვენი მომავალი არის და იმათ დამახინჯებული ფსიქიკა
გონება შეგნება იმათ აეშველება. ეს არის ჩემი გულის ტკივილი. და მე ვისურვებდი რომ მომავალი ჩემი დაბადების დღე ისევ აქ გადავიხადო, ოღონდ სხვანაირ ბედნიერ ევროპულ სამშობლოში. ევროპულ საქართველოში. აუცილებლად. დიდი მადლობა. არაფერს. ეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქცია 340-ე დღე. მოდი დავით რობაქიძეს გავესაუბრები, რომელიც არის ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. საღამოშვიდობისა ბოდიში გაწყვეტინებთ საუბარს. მან წაიყვან. ბატონო დავით, გაგვიზიარეთ თქვენი შეფასებები ბოლო მოვლენებზე. დღეს უკვე დააკავეს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის ედაობიან სისხლის სამართლის წესით. მას ელოდება ერთი წლის თავისუფლების აღკვეთა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა პირველად ედაობიან ადამიანს გზის გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით. ანუ აქამდე არ იყო ასეთი რეპრესიული ეს კანონი, ახლა შემოიღეს, რომ გზის გადაკეტვის გამო შეიძლება აღმოჩნდე ციხეში ერთი წლით. ამ ვითარებაში როგორ ხედავთ თქვენ ამ წინააღმდეგობის გაგრძელებას ამ რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში? პირველ რიგში საღამომშვიდობისა ჩემოძაბა, ვიესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს. რა რიცი, ფიზიკის კანონია, რაც მეტი დაწოლა, მით მეტი წინააღმდეგობაა. გამიგეთ, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც არ უნდა გააკეთონ მთელ საქართველოს ვერ დაიჭერენ და თუ დაიჭერენ მთელ საქართველოს, თავის საკუთარი თავიც უნდა დაიჭირონ, ასე ვთქვი. კი, რაღაცებში ვიღაცებს დაჩაგრავენ, ვიღაც პირველი იქნება, ვიღაც ბოლო იქნება, მაგრამ ამ დაჭერებს რომ მომავალი არა აქვს, ეს ჩვენ კარგად ვიცით, ხო? რატო ფიქრობთ რომ არ აქვს მომავალი? და ვერ მოახერხებს თქვენთა პროტესტის ჩახშობას და გაქრობას ამ წინააღმდეგობას? გახსოვს შენ ბახა პატარა აღარ ხარ ამ საქმეში და გახსოვს ასლან აბასიძეს 12 წელი ყავდა დაჭერილი და გამომწროული კეპეზეში, მაგრამ მაინც გამოუშვეს გარეთ. იძულებული გახდნენ. გახსოვს შევარდნაძის დროს დაჭერილი ყავდა ნახევარი მხედრიონი და გვარდია, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდნენ გამოეშვენ გარეთ. რა რიცი? არ შეიძლება აგრესიას და არ შეიძლება ამ ზეწოლა ჩაანაცვლო ისევ აგრესიით და ზეწოლით. ამას ყველაფერს უკუჩვენება აქვს. ამას ყველაფერს გუბერაგივით უკან დაუბრუნდება ეს. ხო, რამდენად ინარჩუნებს რომ ძალაუფლებას ივანიშვილი და მისი დაჯგუფება მის დავალებას ასრულებს, თქვა ყველა უწყება, ხო, ეს ხდება სასამართლო თუ პოლიცია თუ სხვადასხვა უწყება, ანუ არ შემორგვეულა არაფერი ამ საჯარო უწყებებში და რა გაფიქრებინებ, თქვა რომ მას მოუწევს უკან დახევა და ვერ მოახერხებს ამ ავტორიტარიზმის გამტკიცებას. აქ ყველაფერს დასაწყისი და დასასრული. დედამიწაზე საერთოდ ღმერთმა შემოშექმნა დედამიწა არის დასაწყისი და დასასრული. მაგრამ შეიძლება ეს გაგრძელდეს ძალიან ბევრი წელი, ხო, ბელარუსიაში თქვა დაიწყო ეს პროცესი წლების წინ და გამტკიცდა ავტორიტარიზმი ისე როგორც შესაძლოა რუსეთში ან ვენესუელაში ახლა რაც ხდება, ხო? მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მონათესავო ერია, ახლო ერია, ერთი რელიგიური მხედველობა გვაქვს, სოფხედველობა გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი აზროვნება ერთნაირია. ჩვენ მაინც კავკასიურ ერებში გავდივარ და ჩვენთან მაინც ეს არ გამოუვა ეს დიქტატურის დამყარება. აგრესია და დაპირისპირება უფრო ადვილად აქსაგორებელია, ვიდრე იგივე ბელარუსიაში. ბელარუსიაში მაინც ბელარუსები კანონმორჩილები არიან. გამიგეთ? აქედან გამომდინარე საქართველოს ბელარუსი არაა და მე მეშინია იმის, რომ ამ ყველაფერს ბოლოს მოყვება დაპირისპირება. გამიგეთ, ჩვენ ამის მაგალითები ბევრი გვაქვს. ანუ სამოქალაქო დაპირისპირებას ელოდება. მაგრამ თუ გამოსადენია სისხლი, თუ არ გამოადინე ცუდი სისხლი, ქვეყანას ფეხზე ვერ დააყენებს. ეს შეძლო თავის დროზე ერთეულმა და იმედს ვიტოვებ, რომ აქამდე არ მივალ და არ იქნება ეს კიდე. აი, რას ეტყობთ მაყურებლებს, რომლებიც ფიქრობენ და ხედავენ, რომ პრობლემა არის ქვეყანაში, საფრთხეა ძალიან დიდი, რომ დამყარდეს დიქტატურა და ჩვენ აღმოჩნდეთ რუსეთის გავლენის ქვეშ, მაგრამ ვერ ხედავენ რაღაცა საშუალებას, როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს ივანიშვილის რეჟიმი. რა შეგიძლიათ მათ უთხრათ? რატომ აქვს ბრძოლასა წინააღმდეგობას აზრი? არა, საერთოდ როგორ არის, იცი, რომ თუ გაჩერდები და არ იბრძოლებ, ესე იგი უკვე მოგვტები. როგორც ერი აღარ იარსებებს. და აქედან გამომდინარე ყოველთვის იყო და იბადებოდნენ ამ ერში თითოეულ ადამიანები, რომლებიც ბრძოლისთვის თავს წირავდნენ და გაყავდათ ერი გამარჯვების გზაზე, ქვეყანა გამარჯვების გზაზე. აქამდე მოაღწია ამ ქვეყანამ. ჩვენ რა შეგვეძლო, ჩვენ რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ. ჩვენ მეტი არ შეგვიძლია. ეხლა ახალგაზრდა თაობა მოდის, ისინიც თავის მაქსიმუმს გააკეთებენ, ასე რომ ვერ დაიჭერენ მთელ საქართველოს, ყველას ვერ დააჩოქებენ, ყველას ვერ გახდიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვერ მიცემენ და ვერ გახდიან პრობაციონერს. ბოლოს მაინც აფეთქდება, ეს რამდენიც არ უნდა ძირმაგარამ იკავოს თავი, არა ბოლოს მაინც ამოხეთქავს. და ამოხეთქავს ძალიან ცუდად ამათთვის. იმედს ვიტოვებ, რომ ცოტა გონიერი ვიღაცა დარჩება და ყველაფერს დალაგდება თავის ადგილას, მაგრამ მაინც ოპტიმისტი ვარ და მაინც ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანას დიდი ძვრები და დიდი წინსვლები ექნება.
მე მაინც ასე ვფიქრობ. დიდი მადლობა, ეს დავით რობაქიძე იყო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თქვენ მას უსწრებთ ნოკო მურცხულავას კარგით ნოკო ეს არის ბათუმის საპროტესტო აქცია 340 დღე როცა მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში მოწყვეტ საპროტესტო აქციაზე და ყველაზე ხმამაღლა და მტკიცედ რაც ისმის ამ საპროტესტო აქციაზე ეს არის მოქალაქეების მოთხოვნა რომ გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, ასე უცვლელი მოთხოვნებია რომ ჩადარდეს ხელახლა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი გარემოში და არლეგიტიმური მთავრობა უნდა გადადგეს. ამ მოთხოვნებით გრძელდება ეს პროტესტი უკვე 340 დღეა ბათუმის შემთხვევაში ამ პროტესტის უკვე ტრადიციული ადგილი არის საკონსტიტუციო სასამართლო აი ამ შენობაშია საკონსტიტუციო სასამართლო ეს არის ის სასამართლო რომელსაც შეეძლო ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გადარჩენა და შეეძლო ქვეყანაში დაებრუნებინა კონსტიტუციური წესრიგი მაშინ როცა მიიტაცა ძალაუფლება ქართული ოცნების მთავრობამ და სასამართლოში შემოვიდა სარჩელი არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად ცნობაზე მაშინ ეს სარჩელი იყო აქცენტირებული ორ მთავარ მოთხოვნაზე იმაზე რომ ამურჩევლის ნება იყო გამჟღავნებული და არ იყო დაცული ხმების ფარულობა თქვენ გახსოვთ როგორ გაჟონა ბიულეტენებმა და ამის არაერთი მტკიცებულება ამის არაერთი ფაქტი ვნახეთ და ამას შემდეგ თან ახლდა EUTHOS ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის EUTHOS დასკვნა იმის შესახებ რომ არჩევნები გაყალბდა ამ ქვეყანაში და ასევე შეეხებოდა არჩევნების საყოველთაობას ეს სარჩელი რადგანაც ემიგრაციაში მყოფი ქართველები ძალიან დიდ ნაწილს არ მიეცა საშუალება რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. თუმცა ეს არჩელი არათუ დააკმაყოფილა ამ სასამართლომ, არამედ არც კი განიხილა მათ შორის ერთ-ერთი სარჩელის ავტორი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ეს შანსი და ამ ქვეყნის გადარჩენის შანსი, კონსტიტუციური წესრიგის გადარჩენის შანსი სასამართლომ არ გამოიყენა და დღეს უკვე ქართული ოცნება მიმართავს სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნით, რაც უკვე არის იმის ნიშანი, ამას არ ჭირდება რაღაცა ალბათ რომ მოусმინოთ ვინმე პოლიტოლოგს ან კონკრეტულ მეცნიერებათა დოქტორს ამ საკითხებში, რომ გავიგოთ რომ ეს არის პირდაპირი შეტევა დემოკრატიაზე, რომ პოლიტიკურად განსხვავებული აზრი აღარ უნდა ისპოდეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ხედავთ არაერთ ცდილობას, როგორც ცდილობს ქართული ოცნების არლეგიტიმური ანტიკონსტიტუციური მთავრობა ჩაახშოს კრიტიკული და განსხვავებული აზრი ქვეყანაში, მათ შორის როგორ დევნის ის კრიტიკულ მედიას. მოდი გავისაუბრები აქციის კიდევ ერთ მონაწილეს. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. რა მინდა გითხოთ, ათეულობით ადამიანს აკავებენ თბილისში რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, ასე ვთქვათ, და დღეს უკვე პირველი შემთხვევა იყო, როცა დააკავეს კონკრეტული პირი ზურაბ მენთეშაშვილი სისხლის სამართლის წესით, მას ედევება გამოძიება გზის ხელახლა ხელმეორედ გადაკეტვის. ალბათ იცით რომ ისე შეცვალეს კანონი ოცნების პარლამენტმა, რომ გზის ხელმეორედ გადაკეტვა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც კი. და შეიძლება ეს კონკრეტული პირი ვინც დააკავეს აღმოჩნდეს ციხეში 1 წლით. ამ რეპრესიული კანონის პირობებში როგორ ხედავთ თქვენ როგორ წარმოგიდგენთ ამ წინამდებობის განვითარება და გაგრძელება ამ პროტესტის? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და კითხვებს. ჩვენი პარტიის ემატ თქვენს ერთს და თქვენს აცილებას კულტურები ხართ ყოველთვის. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას და საკითხავს, სიტუაცია ძინედ არის, იმიტომ რომ ეგრეთებული მთავრობა ყველა ერთ-ერთ დაღონეს რაც ძალადობრივია ყველაფერი და არაფერი არა კონსტიტუციური ისინი ცდილობენ მაქსიმალურად ჩაახშონ პროტესტი უკანონო კანონებით რაც შეიძლება ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ისეთი სახით და ისეთი კომით რასაც ესენი აკეთებენ მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მიდის რომ ყველაფერი უდგათ პოლიციურ რეჟიმზე და ძალადობაზე ადამიანის დაკავებაზე თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ეს დაკავებები და ჯარიმები აქამდეც კი გვახსოვს სანამ კანონებში შეცვლილ რომ პოლოსავრი ჯარიმები იყო დაკისრებული ადამიანებზე, მაგრამ ამან ვერ გატეხა ადამიანების სიმტკიცე და ეს მართლაც დაინახეს, ხო
თქვა კიდევაც კობახიძე რომ არ იმუშავა ჯარი მემაო და მისივე პატრონები შემოიღეს. ფათაშორის მათემატიკაში ძალიან ძლიერები არიან 50-მდე კაცი კეთავს ხოლმე რუსთაველის გამზის მათის წყობით, მაგრამ ავი ასამდე აქტივისტი და სამხედრო პატრიოტი ადამიანი უკვე საპრობილებში გამოგვიყვება. თუმცა სიტუაცია არ იცვლება, რობერტი არც არ თმის და არც გაქრება, სანამ ეს სიტუაცია არ შეიცვალა ქვეყანაში რადიკალურად. მე კიდევ ერთხელ სხვადასხვა მითქავს ალბათ კონსერტებში რომ ალბათ გამოსავალი იქნება ის ხალხში მასობრივად უნდა გაიზარდოს პროტესტი ადამიანი უნდა გააქტიურდეს. ეს ადამიანებიც რაღაც პერიოდულად ხან იყიდებიან თბილისში და სხვადასხვა ქალაქებში 100-1000 ადამიანები უფრო მეტად უნდა მობილიზდნენ და არ უნდა მისცეს იმის საშუალება რომ გააკეთებინონ ადამიანები. ეს ძალიან რთულია ადამიანების სამსახურები, ზოგი სამსახურო დარჩა, ოჯახის წევრებზე ყურადღება დააშლეს. ძალიან რთულია, პირიქით დიდი მადლობა და ქება ჩემგან მათ ასეთი რეკლამ იბრძვიან ამ ქვეყნებისათვის, მაგრამ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა ავიღოთ ალბათ პასუხისმგებლობა და მან დავუდგოთ ხარში ეკვლას. ანუ თქვენ ამბობთ რომ არა რაღაც პერიოდულობით, არამედ ყოველდღურად უნდა იყოს ხალხმრავალი და მასშტაბური საპროტესტო აქციები. თავისუფლად შესაძლებელია დედაქალაქის პირობებში, მაშინ უკვე ის მათი არაკანონიერი საფუძველიც აღარ ექნებათ რომ მიედაონო გზა არის თქვათ ხელოვნება ჩაკეტილი. თუმცა ეს თქმულია მათი ხნა ყველამ კარგად. ესეც რა ფორმულაა თქვენთვის, ან რა იმუშავებს ამ შემთხვევაში თუ ბევრი იქნება თქვათ ხალხი გო ბათუმის საპროტესტო აქციაზე, ან რუსთაველზეც უფრო მეტი ადამიანი გამოვა, ვიდრე ყოველ საღამოს გამოდის ხოლმე, ამით რა იცვლება, რატომ იქნება ეს გარდამტეხი მომენტი ამ წინააღმდეგობაში? ნახეთ, უფრო მეტი ადამიანი თუ იქნება გამოსული აქტიურ პროტესტში, მე მგონია რომ ეს მალულად ვეღარ შეგვიძლია ადამიანის დაგავებსა და სამართლის სიტუაციას წესით მათ დასჭას ამ დრაკონული კამერით. მე ასე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, იქნება 20000 და 30000 ადამიანი რუსთაველზე, მგონია რომ ამ კანონს ისე ვეღარ გამოიყენება, როგორც ახლა იყენებენ. ნუ ჩემი აზრია როგორც ვიქნა. ხო, და ამ დროს ივანიშვილის დაჯგუფებაში რა ხდება თქვენი დაკვირვებით, იგივე დაპირისპირებებით, თქოს რომ ებრძვის ასევე კორუფციას ივანიშვილის დაჯგუფება, კობახიძე, აი ეს რას აჩვენებს თქვენთვის? ეხლა რა თქმა უნდა დავუშვებით ეს მხოლოდ მათიციდან და ივანიშვილმა ის რა ხდება თავიანთი, მაგრამ ჩემი აზრით უბრალოდ თანხების მობილიზების სპეციფიკაციას ატარებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და უკვე იმ დონეზეა რომ ხდება რომ სანქციები ძალიან ახლოს არის კრედიტი სანქციები და არა რაღაცა უბრალოდ შეზღუდვები და ხდება რომ ამ რეჟიმის სანაცვლოდ ძალიან დიდი ფული იქნება მისთვის საჭირო. ამისათვის შეიძლება უკვე თანხების მობილიზება და თანხებს ახლა რა თქმა უნდა უბრალო აქტივისტების შესაძლებელი ჯარიმი მაგას არის ყოფა და ვერ შეავსოს. ამიტომ ხომ იცის ვისაც აპარინება თავის დროზე რამდენი ადამიანია ჩართული კორუფციულ სქემებში. უბრალოდ და თუ ამ მონაკვეთს უნდა ნახავს მოქალაქეების ნაწილი, მინდა მათ ვკითხო რომ ანუ როდესაც 600 მილიონს 500 მილიონს ედავებიან თავიანთ ყოფილ ჩინოვნიკებს, რომლებიც იყვნენ თავისუფლად პატრიოტები, კვერცხებიანები და ასე შემდეგ. 600 მილიონებს რომ ღიად ედავებიან, უბრალოდ ერთი წუთით უნდა დაფიქრდეთ, წარმოიდგინეთ ცხვებს რამდენია მოპარულ და რამდენს კიდე არ ამბობენ და ვერ გვიმხელებთ. ანუ ეს 600 მილიონი სიტყვაზე რასაც ვამბობთ არის ფაქტობრივად ის თანხა, რომელიც კონკრეტულმა ჩინოვნიკმა მოპარა ბიძინა ივანიშვილს. აი ამ თანხების მიტანაში. ეგაც უკვე წლების მიტანასწორი. ის რაც ოფიციალურად გაიყვნენ წილება და რაღაცა პროცენტები რაღაცა გაიგო, ამაზე არა აქვს საუბარი. აქ საუბარი არის ამ თანხის მიტანაში ვინც მოატყუა ბიძინა ივანიშვილი და მოუტეხა ეს ფული არის, მოუტეხა წყალებს. ანუ ეს ხალხი გასუქებული და გასწრებული არის ამ ბიუჯეტის ჭამით და ქვეყნის ჭამით. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ეს არის ჩვენი სამართლიანი ერთობა. სხვა არაფერი ქვეყანაში უნდა იყოს სამართალი და ქვეყანაში რაც თუ დოულათი და ეკონომიკური სარგებლობა იქნება, უნდა ნაწილდებდეს სამართლიანად და არა ოლიგარქიულად და რაღაცა რეჟიმებსა და კანონებს. ბევრისგან მესმის მე ასე მოქალაქეებისგან ესეთი შეკითხვა, თქვენ საინტერესო რას ეტყოდით ამ მოქალაქეებს? აი შემდეგ რა იქნება, თქვა დავახევინოთ უკან ივანიშვილის რეჟიმს, ხო? შემდეგ რა უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში ჯანსაღად განვითარდება პროცესები, როცა არ არის კარგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, აი ვის შეიძლება ლიდერი არ არის და არ ჩანს. ამ კითხვებს ვამენ მოქალაქეები. რატომ არის გარანტია ივანიშვილის ხელისუფლება თუ წავა, ანუ თქვა ის ჩამოშორდება ამ პოლიტიკურ ველს და ხელისუფლებას, მიტაცებულ ძალაუფლებას, ქვეყანაში პროცესები განვითარდება ჯანსაღად. თქვენ რა გაწევთ ამის იმედს? ნახეთ, პირველ რიგში ტრაფარატულად ისგეს, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და მორჩა. ეს არის მარტივი ფორმულა. როდესაც შეიძლება ეს სიტუაცია, ანუ ჩატარება ნორმალური არჩევნები, პოლიტიკანები იქნებიან თავისუფლები და ასე შემდეგ, ამ ქვეყანას უკვე უნდა მართავდეს სამოქალაქო საზოგადოება. ნახეთ, ის ადამიანები ახლა ვინც დღეს არიან პროტესტში აქტიურად ჩართული, აქტიურად თუ პასიურად, ვინც ამ ყველაფერს ამ რიცხვებს ზიარებს და გას ქვეყნისთვის ნათელი მომავლის ხარეს, ეს ადამიანები არ უნდა მოუდგნენ და შემდეგი
ხელისუფლება უნდა ვაკონტროლოთ ჯანსაღად ასევე. ისე კი არა, როგორც თქვა, მოვიქეთ 2012-ში მოვიყვანეთ ეს პარტია ხელისუფლებაში და წამოუწევთ ასე ვთქვათ ერთგვარად, რომ სიუათი ყველაფერი იქნება კარგად, დაგვიდა დაუფასებული, დენის ვითეთრად, გაზი რაღაცა ვითეთრად და ყველა ვიყავით რაღაცა თვითმაყოფილებაში და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, სამდე მოვედით. რაც შეეხება ერთი კიდე განმარტება მინდა გავაკეთო ჩემეული აზრი და თქმა უნდა არა ვარ მე არაფერი განსაკუთრებული ცოდნის მატარებელი. როდესაც ვამბობ ოპოზიციური ველი არ აქვს არის. ხალხმა უნდა გავითავისოთ, რომ ოპოზიციონერები და ხელისუფლება ძალიან ჩვენს ხელში ინსტრუმენტები და იარაღი. ისინი აღმართავენ ჩვენ ამ ადამიანებს ხირავ, აი მათ უნდა ვაიძულებთ ყოველთვის აკადემიის საქმე რაც ქვეყანას ჭირდება ხალხის დაკვეთი. და შესაბამისად თუ ამ საკითხს ხელისუფლება ოპოზიციური ვიღაცებს არ მოხდენ, მე მგონი ამაში თქვენ ჩვენი მოქალაქეების წილიც არის დანაშაულში. და ეს არაა მალდება, რომ აი კონკრეტული პოლიტიკოსი ვიღაცა ესა და ეს ადამიანი შეიძლება იყოს დამნაშავე. არა, ჩვენ არ უნდა ველოდოთ რომ რაღაცა მესია მოვიდინება ამ ქვეყანას და ესე ყველაფერი დაგაგდება თავის. ხო, როგორიც არის საზოგადოება ისეთივეა ოპოზიცია ამას ამბობთ, ხო? ის განსაკუთრებით მე პირადად არ მოწონს ხოლმე ერთმანეთისკენ ტალახისოლა, ქებისოლა, ჩაკურვა და რაღაცები, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ამ მოცემულობაში და ამ მოსათვის ეს ყველაფერი რუსული ოსნების წყალზე ასხამს წისქვილზე ასხამს წყალს. და ესეც მნიშვნელოვანი გარემოება ასევე რომ როცა არის ქვეყანაში ავტორიტარიზმი პრაქტიკულად, ხო, რამდენად შეიძლება განვითარდეს ოპოზიცია და ყავდეს ძლიერი ოპოზიცია დიქტატურის პირობებში. ანუ ესეც ანუ როცა ვითხოვთ რომ უნდა იყოს ძლიერი ოპოზიცია და გამოჩენილ ოპოზიციური ლიდერები, რამდენად იტოვებს ამის საშუალებას და შესაძლებლობას ქართული ოცნება არადემოკრატიული და ანტიდემოკრატიული მეთოდებით რომ გაახაროს ასე ვთქვათ მარტივად და გაძლიერდეს რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ნახეთ, ქვეყანაში რო იყოს ჯანსაღი პოლიტიკური გარემო და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორი, ამისათვის პირიქით ამას ხელს უნდა უწყობდეს ქვეყნის საკანონმდებლო და რეალური სიტუაცია. ჩვენს შემთხვევაში, ვინცაც დიქტატურა მყარდება და კამერა ეს რეპრესიული მიმართული არის, თავისუფალი მედიის ხმის ჩახშობა, აი ვიცით ხო, ოპოზიციური ტელეარხების დახურვა, მათი შევიწროება, დაჯარიმება აბსოლუტური რაღაცა. ნორმალური სტანდარტებია ის რაც ხდება სხვა არხებზე, სამთავრობო არხებზე იქ არ არის დასჭადი, მაგრამ აქ თუ რაღაცა საბაბს უყოვნიან, ეგრევე აჯარიმებენ რომ მაქსიმალურად შეასრულონ ფინანსურად და გატეხონ ეს არხები იქნება თუ სოციალური გვერდები. შესაბამისად აქ ძალიან რთული იქნება რაღაცა შეიცვალოს ოპოზიციური პარტიების გაჯანსაღების გზით, მაგრამ ერთ რამესაც უნდა გავუსვა ხალხი და მინდა დავუკვირდეთ რომ მიუხედავად ამ ვითარებაშიც კი, როდესაც მოქალაქეების ნაწილი ზოგი გუცხლა და ზოგი უბრალოდ რაღაც დასამალად იძახს აი ოპოზიცია არ გვივარგა. აი ნახეთ ამ ქვეყნის ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში შეдан დღეს კიდევ. ანუ თუ ესენი არ ვარგან და ყველა სახსრება მოხწონეს ან არ მოხწონეს, თუ ესენი არ ვარგან წარმოიდგინეთ რომ მაინც ამ რეჟიმმა ვერ ნახა სხვა ვერაფერი ვერ მოუხდა და ციხეში გამოხდა. ეგეთ ეს არის უმაღლესი რაღაცა. ამის შემდეგ არის დახტება, რა უნდა ვთქვა პოლიტიკურ ლიდერებს. არიან ციხეში ზოგი. კი, ლიდერების დიდი ნაწილი არის ციხეში დღეს. რა შორის ოჯახს წევრთა შეხედაც კი აკრძალული აქვს, კომუნიკაციები აქვს შეზღუდული და ამჟამად. ანუ ჩვენ თითქოს არ მოხდოს ეს ოპოზიციური ლიდერები, მაგრამ ნახეთ რეჟიმს მაინც მათი ეშინია. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ნაცვლად ერთმანეთის რაღაცა დამონათების და ოღონდ ნამდვილი ოპოზიციურზე მაქვს საუბარი და არა რაღაცა ოპოზიციურად შეფუთული არსებებისა მე ასე ვიტყოდი პოლიტიკურებზე, რომლებიც აზიანებენ ამ ქვეყანას. და მე ვფიქრობ რომ ერთადერთი იარაღი რაც დაამარცხებს და დროში დააჩქარებს ამ რეჟიმის ჩამოსვლას იქნება ოპოზიციური ხარის მეტი ერთიანობა და კოორდინირება. ჩემი მოგზაურებული ასე. აი, ერთ მოქალაქე გვიწერს კომენტარში, სად არის დიქტატურაო და პირველი რაც მახსენება იგივე პოლიტიკოსებზე საუბრის დროს არის ელენე ხოშტარია, ხო, რომელმაც გააკეთა წარწერა კახი კალაძის ბანერზე რუსული ოცნება და ამის გამოა დღეს ეს ადამიანი ციხეში და ედებიან სისხლის სამართლის წესით. მაშინ როცა შეუძლებელია დამისახელოს რომელიმე ევროპული ქვეყანა, სადაც ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ადამიანის ის ციხეში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. ეს არის პირდაპირ გამოხატვის თავისუფლება და არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული ელენე ხოშტარიას არ ჩაუდენია. ეს ძალიან ცალსახად და პირდაპირ კაფეში ჩავს, ამას არ ჭირდება რაღაც იურისტობა და რაღაც სამართლებრივი ანალიზი, რომ გავიგოთ რომ აქ საქმე დანაშაულთან არ გვაქვს და როცა ამის გამო აკავებენ ადამიანებს ამის გამო არიან ადამიანები ციხეში, ეს უბრალოდ არის დიქტატურა, ხო? გარდა მაგისა თუ ამრავი მაგალითი მოყანა შეიძლება თუ რატომ არის დიქტატურა? თუნდაც იმიტომ რომ მთელი ამ პროტესტის პროცესის განმავლობაში ასობით ადამიანია სასტიკანაცემი, დასარალებულები, დასახიჭრებულები და ერთი ადამიანიც კი არა ეს დასჯილი, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა. პირდაპირ ეთერებში ვთქვათ, როგორ იძალა სამართალ დამცველება მათ შორის აქციის მონაწილეებზე. არავინ არ ისჭება, ეს არის დიქტატურა. და კიდევ ერთი მაგმოქალაქის თუ ნამდვილად მოქალაქე და პრობოტი არ არის, არ ვიცი ვინ არის ეს. მარტივად ვიტყვი, აი გადავწყვეტ ახლა მთავარი არხი ჩართოს. აი, ეგ არის დიქტატურა და აუცილებლად მის ოჯახში რჩება ეს დიქტატურა, როგორც ეგ არხი გაიცემა თავის არხში ტელევიზორში.
დიდი მადლობა თქვენი სახელგვარი შემოხსენეთ. გიორგი ქამადაძე. მადლობა გიორგი. ასეთი იყო მოქალაქეების გზავნილები ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე პროტესტის 340-ე დღეს ეს პროტესტი გრძელდება. რუსთაველზე კი ისევ იკრიბებიან მოქალაქეები თბილისში და უწყვეტია ასევე პროტესტი რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ თბილისში და ბათუმში და დიდ ქალაქებშია ეს საპროტესტო მოძრაობა, არამედ ყველგან ისმის დღეს მოქალაქეების ალემ კაფეში შეძახილ რომ ისინი არ დაუშვებენ ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას და არ დაუშვებენ იმას რომ ამ ქვეყნის გზა დარჩეს ჩაკეტილი ევროპისკენ, რასაც აქტიურად ცდილობს ქართული ოცნების არლეგიტიმური მთავრობა სხვადასხვა ფორმით და საშუალებით. ამიტომაც მოქალაქეები განაგრძობენ ამ პროტესტს. ვიდრე გვიანი არ არის როგორც ეს თქვა ციხიდან გამოგზავნილ ერთ წერილში მზია ამაღლებელმა ჟურნალისტმა რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი ქალი ჟურნალისტი რომელიც აღმოჩნდა ციხეში და რჩება ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში უკვე 10 თვეა. ასეთ იყო 340-ე დღე ბათუმში საპროტესტო აქცია. კონსპექტის ბათუმელების პირდაპირ ჩართვას ესწრებათ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.gr-დან ერგაზეთი G, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.